ისევ განათლების საკითხებზე. გამარჯობა, მეგობრებო, ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი მოგესალმებით. ჩვენს გადაცემებში პერიოდულად პროფესიული კოლეჯების საქმიანობასა და პროგრამებზე ვსაუბრობთ ხოლმე და ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახლავთ სწორედ ამ პერიოდში, რადგან მოგეხსენებათ სწორედ ახლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ ამჟამადაც სტუდიაში მობრძანება ვთხოვეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის მოადგილეს ბატონ მამუკა ჯანჯალიას, რომელიც ასევე ამ თემაზეც ისაუბრებს. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ გადაცემაში კიდევ ერთი კოლეჯის იკარუსის წარმომადგენელი ქალბატონი ლიკა ვაშაკაშვილი ჩაგვერთობა და გეტყვით აქვე ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებსაც 240 91 92 ან 240 92 92. ნიადაგის ხვისი იმედის მქონებელი გლახა. მათხოვარია და გლახად მათხოვრობით ცხოვრება სათაკილოა. ილია ჭავჭავაძე. ბატონ მამუკა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დღეს მობრძანდით ჩვენთან. მართლაც საინტერესო იქნება ალბათ ჩვენი მსმენელებისთვის სწორედ ამ სისტემის შესახებ, რაც ვახსენე, ეს არის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ამის შესახებ საუბარი, ამ ორგანიზაციის და გარდა ამისა, როგორც თქვით, აი პროფესიული განვითარების კუთხით. მადლობთ პირველ რიგში. მოგესალმებით, მივესალმები პატრიციულ რადიო მსმენელებს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ცალსახად ვგრძნობთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია, ქართული არხი, ქართული რადიო, ეს უკვე ჩემი მეორე ვიზიტი გახლავთ ამ გადაცემაში და ძალიან დიახ, გვერდში გვიდგას ყველანაირად, რაც კი განათლების პრობლემებს შეეხება თუ დადებითი მხარეები ხდება, ყოველთვის გვეძახიან და მადლობა პირველ რიგში თქვენს ადმინისტრაციას, დირექციას, რომ თუნდაც ჩვენი რეკლამა მადლობა თქვენ, როდესაც ყოველთვის მობრძანდებით ხოლმე და მზად ხართ, რომ ჩვენს თუნდაც იმ აბიტურიენტებს ვამბობ, მაგრამ რეალურად მათ, ვისაც სურს პროფესიულ განათლებაში, თქვათ, წინსვლა და რაღაც პროგრამაზე ჩაბარება, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მივცეთ რჩევები და ყოველთვის მზად ხართ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას ამ მართლაც ისეთი განათლების, ისეთ სფეროს შესახებ, რომელიც თანდათან პოპულარული ხდება, ესეც უნდა ვთქვათ ალბათ. დიახ, რაც შეეხება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენი საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს. ყველანაირ IT მომსახურებას, ელექტრონულ მომსახურებას უწევთ განათლების სამინისტროს და ამავე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებობს საზოგადოებრივი კოლეჯი IT-ის მიმართულებით, რომელიც ახორციელებს 3 პროგრამას. ეს არის მონოპროფილური კოლეჯი, რომელიც ახორციელებს 3 პროგრამას. ეს არის ქსელები და სისტემები, ვებ დიზაინი და გრაფიკა ანიმაცია. როგორც მოგესალმება, თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ, რომ 10 თებერვალს დაიწყო სტუდენტთა უბრალოდ აბიტურიენტთა რეგისტრაცია, დასრულდება 5 მარტს, დარჩენილია სულ რაღაც 4 დღე რეგისტრაციის დასრულებამდე და ჩვენ მოუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდობას გაიცნონ პირველ რიგში, ჩვენს შეუძლიათ შევიდნენ ჩვენს ვებგვერდზე emis.gz-ზე, მოიძიონ ინფორმაცია, შემდეგ ამისა მობრძანდნენ რესურს ცენტრებში, თვითონ ჩვენთან ფანჯიკიძის პირველ ნომერში დარეგისტრირდნენ და წარმატებით გაიარონ რეგისტრაცია, შემდეგ ამისა უსულებ წარმატებებს, რათა გააგრძელონ სწავლა არა მარტო ჩვენს კოლეჯში, არამედ ზოგადად საქართველოს პროფესიულ სისტემაში. დიახ. აი საინტერესოა თვითონ აი ამ სისტემის შესახებ უფრო მეტი რომ ვუამბოთ ალბათ ჩვენს მსმენელებს, რას მოიცავს და შემდეგ კონკრეტულად კოლეჯის პროგრამებზეც რომ ვისაუბროთ. განათლების მართვის სისტემა მოგეხსენებათ, ძლავრი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახლავთ. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებს, 2084 სკოლა არის. ვაწვდით ინტერნეტს, უზრუნველყოთ ინტერნეტით, IT მომსახურებით. ჩვენივე სტუდენტებიც არიან ჩვენს
სამსახურშივე დასაქმებულები. ჩვენგან ხდება ელექტრონული ჟურნალების მართვა, ჩვენგან ხდება ასევე ბაზები, უმაღლესი სასწავლებლების, პროფესიული ბაზები, ზოგად საგანმანათლებლო სკოლების ბაზები, ასე რომ ყველანაირ ელექტრონულ მომსახურებას და ახალ პროექტებს, ახალ ინოვაციები, რომელიც კი IT სფეროში შემოდის, ვნერგავთ განათლების სისტემაში. ესე იგი საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი სამუშაოა. დიახ, დირექტორი გახლავთ პლატონი ლაშავერულავა, ამ სიტის ხელმძღვანელი. მე გახლავართ მოადგილე, მე ვკურირებ აი ამ კოლეჯის ხაზით მიმართულებას. კი ბატონო. აი ვებ ტექნოლოგიები. ეს არის მესამე საფეხური, ხო? პროგრამის ხანგრძლივობაზე და ასე შემდეგ პროფესიებზე ვისაუბრებთ. დიახ, ვებ ტექნოლოგიები ეგ არის მესამე საფეხური და ასევე არის მეოთხე საფეხურიც. პროგრამის ხანგრძლივობა არის მესამე საფეხურის 9 თვე-ნახევარი, მეოთხე საფეხურის არის 10 თვე-ნახევარი. მესამე საფეხურს რო დაამთავრებს, როცა მიენიჭება კვალიფიკაცია, ამის შემდეგ მას უფლება აქვს ეროვნული გამოცდების გარეშე შიდა ტესტირების საშუალებით, რომელიც შექმნილი არის თვითონ კოლეჯის მიერ, აქვს უფლება ჩააბაროს ეს მისაღები გამოცდები და გააგრძელოს სწავლა მეოთხე საფეხურზე. ეს კი შიდა კოლეჯი, ხო? ეს ძალიან საინტერესოა. კი, ნამდვილად. და ეხლა გამოცხადებული გვაქვს მეოთხე საფეხური, როგორც ვებ ტექნოლოგიებში, ასევე ექსელებში და სისტემებში და საკმაოდ ისეთი დიდი კონკურსი არის და მე ყველას წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ რომ ისეთი თაობა მოდის, ისეთი სტუდენტები არიან, მართლა წარმატებულები არიან და იმდენად დიდი კონკურსი იქნება, რომ ალბათ მაქსიმალური ქულების აღება იქნება საჭირო, რომ მოხვდნენ ჩვენს კოლეჯში. აი შარშან ამ თქვათ მიმართულებაზე რა კონკურსი იყო? შარშან მისაღები კონტინგენტი იყო 156 ადამიანი და განაცხადი იყო 850. 850 განაცხადი ხო, საკმაოდ. კარგია, აი კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია. აი რა პროგრამაა ეს თუ შეიძლება, რა კვალიფიკაცია ენიჭება და რამდენად მოთხოვნადია? ძალიან მოთხოვნადი არის, აი ახლა დღევანდელი ინფორმაციით, უბრალოდ გუშინ საღამოთი რო ავიღე ყველა ბოლო მონაცემები, გამოცხადებული გვაქვს 154 ადამიანზე მიიღება, დღეს მდგომარეობით არის 220 ადამიანი დარეგისტრირებული სამივე ფაკულტეტზე, აქედან გრაფიკა ანიმატორზე უნდა მივიღოთ 42 ადამიანი და სადღაც 68 კაცი არის უკვე დარეგისტრირებული. გრაფიკა ანიმატორის კვალიფიკაცია მიენიჭება და შემდეგ ამისა სასწავლო მოდულის შესახებაც რო გითხრათ. ეს იმდენად ფართო სპექტრი მოიცავს, ჩამოთვალოთ მაინც რამდენიმე მაინც თუ ალბათ აინტერესებთ ხა მათ ვისაც სურთ მეტად შემოწმება. გასაგებია, აი ჩვენ ყოველკვირეულად ხოლმე აი ამ მიღების პროცესებში ხოლმე ვატარებთ ხოლმე შეხვედრებს, ინტენსიურად ვაკეთებთ ხოლმე შეხვედრებს. და თვითონ ადგილზე რომ მოდიან და რო ეცნობიან თუ რამხელა იმას მოიცავს ეს ყველაფერი, ძალიან დიდი ინტერესით ეკიდებიან ხოლმე ამ სფეროს რა. და ძირითადად ეხლა ის არის კიდევ რომ აღსანიშნავი არის ერთი ფაქტიც, რომ ეს იქნება გაზაფხულის მიღება, ხოლო საშემოდგომო მიღებაზე უკვე ახალი ინოვაციები ინერგება პროფესიულ იმაში, რომ მოდულარული სისტემებზე გადადის ყველა კოლეჯი, ეს იქნება ძალიან კარგი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არიან თქვა დღევანდელ პერიოდში დასაქმებული და რაღაც პატარა მოდულის გავლას სურს, რომ აი დამსახურებელმა კი აი ძალიან დიდი სიკეთე არის ჩადებული ამაში და იმედია რომ სექტემბრისთვიდან ეს ამოქმედება, ეხლა პილოტირების რეჟიმი მიმდინარეობდა მოგეხსენებათ და იმედია რომ სექტემბრიდან ამის განხორციელებას უკვე შეუდგება თითოეული ჩვენი კოლეჯი. ესე იგი ორგანზომიალებიანი გრაფიკის შესავალი კურსი, მარტივი ანიმაცია, ბეჭდური მასალის დამუშავება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ზოგადი კურსი, სამგანზომილებიანი გრაფიკის საფუძვლები, ორგანზომილებიანი ვექტორული გრაფიკა, ტექნიკური და ინგლისური, ხო? ეს არის ტექნიკური ინგლისური. აი საინტერესოა ის ჩვენთან პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ჩვენთან როცა დარგობრივი ენის სწავლება, დარგობრივად ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ნებისმიერ, როგორც უმაღლეს სასწავლებელში, ასევე პროფესიულ კოლეჯში, აი ტექნიკური ინგლისური სწორედ იმ კუთხით, რაც მათ უნდა ისწავლონ, იმ პროგრამების მორგებული, იმ პროგრამებს მორგებული. აუცილებელიც არის იმპერატიული მოთხოვნაც აქვს და თვითონ ჩვენი პედაგოგები, რომლებიც მთელი სერიოზულობით შემიძლია ვთქვა, რომ მართლა პროფესიონალები არიან, თავიანთ ძალღუნელს არიშურებენ და ჩვენ აი ეს ტექნიკური ინგლისური თუ არის ის ზოგადად ჩემმა მსმენელმა ის ამ პროგრამას ვერ დაძლევს.
იმიტომ რომ იმდენად დღე მოგეხსენებათ თუ კომპიუტერული სიახლეები ყოველკვირეულად და შეიძლება ყოველწუთშიც იცვლება და აქედან გამომდინარე აქტიურად უნდა იყოს არა მარტო სტუდენტი, არა მარტო პედაგოგი, არამედ თითოეული ჩვენთაგანი ჩართულები ამ პროცესში, რათა ყოველთვის ახალი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მსმენელებს და ჩვენს სტუდენტებს. აქედან გამომდინარე ტექნიკური ინგლისური და საერთოდ იგივე რეგისტრაციის დროსაც ვეუბნებით რომ აუცილებლობას წარმოადგენს ინგლისურის ცოდნა, თუნდაც მინიმალურ დონემდე. ეს არის საინტერესო. რა დონეზე უნდა იცოდეს მსურველმა ინგლისური? საბაზო განათლება, რასაც კი აძლევს სკოლა 9 კლასის ჩათვლით, საკმარისი არის იმისათვის, რომ მოვიდეს ჩვენთან და იმ ინგლისურით იმას გაიაროს. თუმცა როგორც წესი ალბათ მაინც უჭირთ ხოლმე, ხო? არა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ნამდვილად არ უჭირთ, იმიტომ რომ ჩვენთან რომ მოდიან სტუდენტები მოტივირებულები არიან და მინიმუმი ჩვენთან გამსვლელი ქულა 80 ქულა არის. მიუხედავად იმისა, რომ 25% როგორც კი გადალახავს სტუდენტი ის უკვე მოიაზრება, რომ ზღვარ გადალახულია და შეუძლია გააგრძელოს სწავლა, იმ შემთხვევაში თუ იმ ფაკულტეტზე, სადაც აბარებს კონკურსი არ არის. და თუ კონკურსი არის, საუკეთესო შედეგის მაჩვენებლები აგრძელებენ მხოლოდ და მხოლოდ სწავლებას. კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ესეც მესამე საფეხურია. მესამე და მეოთხე საფეხური. აჰა. ამ წუთში გვაქვს კიდევ მიღება მეოთხე საფეხურზე და ალბათ არა მარტო ჩვენი კურსდამთავრებულები, არამედ ზოგადად ის სტუდენტები, რომლებიც ამთავრებენ სხვადასხვა კოლეჯებსაც გააჩნიათ ეს ფაკულტეტი, რომლებიც ამთავრებენ მესამე საფუძველს, აქვთ თუ ექნებათ ნებასურვილი მობრძანდნენ ჩვენთან დარეგისტრირდნენ გაიარონ რეგისტრაცია, შემდეგ ამისა ჩააბარონ გამოცდები და მხოლოდ წარმატებებს უსურვებო ჩვენთან მიიღონ ის ცოდნა, ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ პედაგოგებს გააჩნიათ, ჩვენს პროფესიულ პედაგოგებს გააჩნიათ და რომლებიც გადასცემენ აი ამ სტუდენტებს და მე დარწმუნებულია, რომ თითოეული იმათაგანი, რომელიც ჩვენთან მოვა, იმის შემდეგ უკვე იპოვის იმ ცხოვრების გზას, რომელიც გზაც მისთვის ალბათ სარგებლის მომტანი იქნება. ძალიან კარგი, რაც თავარია პროფესიას შეიძენს. აუცილებლად. აი თქვენი ურთიერთობები, პარტნიორული ურთიერთობები. ეს ყველაფერი ხო სწავლის პროცესში აუცილებელია პრაქტიკის გავლა. თუმცა ბატონო, სანამ ამ თემაზე ვისაუბრებთ, მე როგორც ვაუწყე ჩვენს რადიომსმენელებს, კიდევ ერთი კოლეჯის წარმომადგენელი უნდა ჩავთოთ ეთერში, ვინაიდან ახლა თითოეული კოლეჯისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია მსურველებს, იმ კანდიდატებს, ვინც დარეგისტრირდება თითოეული პროგრამის შესახებ. ამიტომ მე ვთხოვე პროფესიული კოლეჯის იკარუსის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერს ქალბატონ ლიკა ვაშაკაშვილს, რომ ჩაგხვდებოდა გადაცემაში და ის უკვე სატელეფონო ხაზია. მოგესალმებით, ქალბატონ ლიკა. გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გვიამბეთ თქვენი კოლეჯის შესახებ და პროგრამების, რა თქმა უნდა, შესახებ, მიმართულებების შესახებ და ასევე, რა თქმა უნდა, დასაქმებაზე მე ვკითხე ახლა ბატონ მამუკას და სანამ ის ისაუბრებდეს, თქვენც ისაუბრეთ, თუ შეიძლება, როგორ ეხმარებით კურსდამთავრებულებს აი ამ სწორედ ყველაზე მნიშვნელოვან დასაქმებაში, ასე ვთქვათ. მოგესალმებით, წარმოვადგენ კოლეჯი იკაროსის საგანმანათლებლო პროგრამებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კოლეჯი არის ტურიზმის კოლეჯი და ვახორციელებთ ტურიზმის მიმართულებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ეს არის მზარეული, გვაქვს მეორე საფეხური და მესამე საფეხური, სადაც სწავლის ხანგრძლივობა არის 7 თვე. კონდიტერი მესამე საფეხურს ვახორციელებთ, სადაც სწავლის ხანგრძლივობა არის 14 თვე, ბარმენი მესამე საფეხური გვაქვს, სადაც სწავლის ხანგრძლივობა არის 7 თვე, სარესტორნო საქმის მწარმოებელი მესამე საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 7 თვე, სომელიე მესამე საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა აქაც არის 7 თვე, მიმღები რეცეფციონისტი მესამე საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 5 თვე, გიდი მესამე საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 9 თვე, ტუროპერატორი მესამე საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 9 თვე, სასტუმრო საქმის მწარმოებელი მესამე საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა გვაქვს 9 თვე. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია, დაიწყო გაზაფხულის მიღებისთვის 10 თებერვალს, რომელიც გრძელდება 5 მარტის ჩათვლით. ამჟამად საკმაოდ კონკურსი მიმდინარეობს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ეს არის მზარეული, მეორე საფეხურზეც და მესამე საფეხურზეც გვაქვს კონკურსი, აგრეთვე კონდიტერზე გვაქვს კონკურსი და ბარმენზე.
შესაბამისად, საკმაოდ ბევრი სტუდენტები არიან დარეგისტრირებული, სულ უნდა მივიღოთ 320 სტუდენტი და უკვე კონკურსი მიმდინარეობს ამ პროფესიებზე. მოგახსენებათ, რომ კოლეჯში სწავლას რომ დასრულდება, ანუ შემდეგ ვაგზავნით საწარმო პრაქტიკაზე ობიექტებთან. ეს არის სწავლის დასრულების შემდეგ, ხო? კი. კოლეჯში სასწავლო პრაქტიკისა და თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ დაახლოებით 1 თვე, ზოგ სპეციალურად ცოტა დიდ ხანს უწევთ ბავშვებს პრაქტიკის გავლა, პრაქტიკას გადიან ობიექტებზე. ამჟამად გვაქვს 150 ობიექტთან მემორანდუმი გაფორმებული საქართველოს მასშტაბით, ეს არ არის მხოლოდ თბილისში, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა მხარეებში გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული და ჩვენი კურსდამთავრებულები პრაქტიკას გადიან ამ ობიექტებზე. ესენია სასტუმროები და აგრეთვე რესტორნები, ბარები, ტურკომპანიები და ასე შემდეგ. ღვინის მარნები კიდევ, სომელიეს შემთხვევაში. როდესაც ამ პრაქტიკას დაასრულებენ, უმეტესობას, ახლა ვინც საკმაოდ კარგი ვის არის არჩინებული სტუდენტი და რაღაცა, იტოვებენ თვითონ ეს ობიექტები დასაქმების კუთხით. მაგრამ, თქვათ, ვისაც ვერ აიყვანენ და რაღაცა, შემდეგ უკვე ჩვენ ვზრუნავთ მათ დასაქმებაზე. ვიტოვებთ მათ კოორდინატებს, რა თქმა უნდა, უკავშირდებით და შემდეგ, როდესაც დამსაქმებელი მოვა ჩვენთან რომ სჭირდება ესა და თუ ის სპეციალისტი, ჩვენ სტუდენტებს უგზავნით. ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებლების 85% არის დასაქმებული. დიახ. და ასე ხდება მათი დასაქმება, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი. აი კონკურსებში თუ ღებულობთ მონაწილეობას, ლიკა? კი, რა თქმა უნდა, თვითონ კოლეჯშიაც ვატარებ ხოლმე შიდა კონკურსს. აი მზარეული მაგალითად ძალიან საინტერესოა. პროფესიული პროგრამა ან და კონდიტერი. აი როგორ ტარდება ეს კონკურსები? საინტერესოა მე მგონი. ეხლა 2014 წლის დეკემბრის თვეში ჩატარდა WorldSkill, რომელიც ჩაატარა GIZ-მა და განათლების ხარისხის ხო, ამის შესახებ ჩვენ ვაუწყებდით მსმენელებს, უბრალოდ როგორ დასრულდა ჩვენ წარმატება მოვიპოვეთ ამ კონკურსზე? კი, ანუ მზარეულის შემთხვევაში მეორე ადგილი აიღო ჩვენმა კურსდამთავრებულმა, ჩვენმა სტუდენტმა და სარესტორნო საქმის მწარმოებელი ავიღეთ პირველი ადგილი და მესამე ადგილი ავიღეთ კიდევ. დიახ, ძალიან კარგი. აი შემდეგ ხომ დაგემოვნება ხომ არ ხდება თვითონ შემდეგ აი ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონკურსის? კონკურსის შემდეგ როგორ? დაგემოვნება ხუმრობ რა თქმა უნდა, ადგილზევე. აგემ თვითონ სტუდენტები, რასაც ამზადებენ, თვითონვე მიირთმევენ სწავლის პერიოდში. გასაგებია, დიახ, ამას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ესეც საინტერესოა, ერთგვარად რაღაც სტიმულის მომცემიც არის, ერთმანეთის ნაწარმს რომ შეაფასებენ, მე მგონი ეს ურიგო არ უნდა იყოს ალბათ. კი, რა თქმა უნდა, თვითონ მიირთმევენ კონდიტერის შემთხვევაში და სარესტორნო ზარეულის შემთხვევაში. ესე იგი ენდობიან ერთმანეთს. კი, რა თქმა უნდა. კარგი, ლიკა, აი თქვენ ბრძანდებით აქ კარიერისა და პროფორიენტაციის დაგეგმვის მენეჯერი, ხომ? დასაქმების. აი თქვათ, თქვენ კი ისაუბრეთ ამაზე, მაგრამ უფრო კონკრეტულად რაღაც შემთხვევებიც რო გავიხსენოთ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდა დასაქმებით და არიან კმაყოფილები თქვენი კურსდამთავრებულები, თუ შეიძლება ამაზე რომელ საწარმოსთან გქონდათ ან ხელშეკრულებები რო ახლა მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ისეთ სასტუმროებთან, რესტორნებთან, რომელიც საკმაოდ ის არის. თუნდაც რომ ავიღოთ თბილისი და ქორთიად მერია, რა თქმა უნდა, დიახ. უივერია, იგივე შერატონ მეტეხი პალასი, ჰოლიდეინი. ანუ ამ სასტუმროებთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმები. და აგრეთვე დიდი რესტორნები, რომლებიც არის თუნდაც ბეღელი, სენატი, შარბათი, რა ვიცი, თავადური და ასე შემდეგ. თბილისის დიდ რესტორნებთან ყველასთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი. ისინი თვითონაც ალბათ ხალისით კრებენ შემდეგ თქვენს კურსდამთავრებულებს ან ასაქმებებს. რა თქმა უნდა. პროფესიული პროგრამები ძალიან საინტერესოა მართლაც თქვენთან. კი, რა თქმა უნდა, ურჩევიათ რომ აიყვანონ დიპლომირებული სპეციალისტები, კი, ვიდრე ვთქვათ, ისე ყავდეთ ვინმე აყვანილი. აი რაც შეეხება პროფესიულ პროგრამა GIDS, ესეც მართლაც საინტერესო პროგრამა. აქ რაღაც ალბათ ვისთან გაქვთ უფრო კონტაქტები, პარტნიორობა?
იგივე ტურკომპანიებთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა, თქვათ უცხოელები რომ შემოდიან და რაღაცა მათ ჭირდებათ რაიმის ნახვა თქვათ და იგივე გიდობის გაწევა და რაღაცა ჩვენი სტუდენტები შემდეგ უკვე საქმდებიან და გიდი იმით არის კიდევ საინტერესო რომ თუნდაც თქვათ ჩვენ ვერ დავასაქმოთ გიდის შემთხვევაში შეუძლია რომ თვით დასაქმებადია ეს სპეციალობა შეუძლია თვითონ დასაქმდეს იმიტომ რომ ქონია ჩვენ ესეთი შემთხვევა რომ თქვათ ერთ-ერთი ჩვენი კურსდამთავრებული თვითონ დასაქმდა. ან უცხოელებთან აქვს ურთიერთობა, რომ ჩამოდიან და რაღაცა მათ ხვდებათ, უწევს გიდობას, ათვალიერებს თბილისის ღირსშესანიშნაობებს აჩვენებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, იცის რამდენიმე უცხო ენა. აი, რაც შეეხება უცხო ენების სწავლებას, თვითონ თქვენთან, ხო ბატონმა მამუკამ ისაუბრა თუ რადგან მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი უცხო ტექნიკური ინგლისურის სწავლებას და თქვენთან როგორ არის? ჩვენთან ჩვენ ვატარებთ ხოლმე ყოველ წელს დამსაქმებლების გამოკითხვას. ანუ ბაზრის კვლევას, რომ რა საჭიროებები გამოიხატება, ანუ რა სჭირდებათ უფრო ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომ მეტად კონკურენტუნარიანები იყვნენ დასაქმების თვალსაზრისით. და სხვა შორის ჩვენთანაც იყო ასეთი შემთხვევა, რომ თქვათ უცხო ენა უფრო მეტად რომ იცოდნენ უკეთესია. ამ შემდეგ ჩვენ შევცვალეთ პროგრამები, ანუ პროგრამების მოდიფიცირება მოხდა კოლეჯში და თითო სპეციალობაზე ხა თქვათ როგორიც არის იგივე ბარმენის შემთხვევა, გიდის შემთხვევა, ტუროპერატორის შემთხვევა 5 საათი ჩავსვით ყოველ კვირა დატვირთვა კი. ხო და ხა 5 საათი ყოველ კვირა უკვე ისეთი ის არის რომ შესაბამისად სტუდენტები კარგად სწავლობენ ინგლისურს. და აგრეთვე რუსულით შეტანილი გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ეხლა რუსულით საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ძალიან კარგი. ახლა რაც შეეხება კიდევ რისი თქმა გნებავდა თქვენ თვითონ რას ურჩევთ ჩვენს მსურველებს, ვინც პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირდება? პროფესიულ ზოგადად მე მაგალითად ურჩევდი რომ ხა ყავს ისეთი სტუდენტები, ვინც უმაღლესი დაამთავრეს მაგისტრატურას ხო, ასა კი არ არის არც თქვენთან, ხო? რა თქმა უნდა, ასა კი არ არის შეზღუდული, მაგრამ მოვიდნენ ჩვენთან რომ ისწავლონ კონკრეტული სპეციალობა და შემდეგ დასაქმდნენ. ანუ დასაქმების კუთხით პროფესიული განათლება უფრო პერსპექტიულია ვიდრე უმაღლესი განათლება. იმიტომ რომ ჩვენ უფრო ვასაქმებთ ეს პროფესიული კოლეჯები უფრო აქტიურად ასაქმებენ ამ სტუდენტებს. რა თქმა უნდა, ყავთ თან ასეთი მენეჯერები, რომლებიც აი ნამდვილად დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩაგვერთეთ და კიდევ განვაგრძოთ დიახ. სკადა მე ურჩევდი რომ რა ვიცი, ისა მოვიდნენ, დარეგისტრირდნენ კოლეჯებში შეუძლიათ რეგისტრაცია საინფორმაციო ცენტრში და რესურს ცენტრებში შეუძლიათ რომ დარეგისტრირდნენ. საქართველოს ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ ეს რეგისტრაცია გაიარონ და თქვათ აირჩიონ სხვა კოლეჯი, იმ რეგიონში არ იყოს ის კოლეჯი, მაგრამ სხვა კოლეჯში რომ დარეგისტრირდნენ. ხო და შემდეგ მოხდება მათი უფრო პროფესიის კარგად სწავლება და შემდეგ რაც მთავარია დასაქმების მხრივ იქნება პერსპექტიული უფრო. დიდი მადლობა. ყველას გაიაროს რეგისტრაცია. ლიკა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩაგვერთეთ. წარმატება ვუსურვოთ ყველა კონკურსანტს და მე შევახსენებ რადიო მსმენელებს, რომ ლიკა ვაშაკაშვილი გვერდობოდა, ეს გახლავთ იკარუსის კოლეჯის, პროფესიული კოლეჯის იკარუსის კარიერის და პროფორიენტაციის დაგეგმვის მენეჯერი. რადიო მსმენელებს კი ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებს შევახსენებ 240 92 92 ან 240 92 92 ბატონი მამუკა ჯანჯალია გახლავთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. წარმატებისთვის მხოლოდ სარეელი სურვილი უქმით ამასუქია. მარცხის მიზეზი თვითონ საქმეშია, რომელიც მარტო სარეელ სურვილზეა აგებული. ილია ჭავჭავაძე. ბატონო მამუკა, აი ქალბატონმა ლიკამ იკარუსის წარმომადგენელმა საკმაოდ ხატოვნად და ასე შემდეგ ისაუბრა აი დასაქმების პერსპექტივებზე. ძალიან კარგია რომ მათთან ასეა ეს მოგვარებული ამ კუთხით დასაქმება ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანია. აი თქვენ მინდა გთხოვოთ როგორ არის თქვენთან ეს საკითხი?
დასწრული და როგორ აგვარებთ, როგორ ეხმარებით თქვენს კურსდამთავრებულებს დასაქმებაში, თუნდაც შეგვიძლიათ ციფრებიც მოვიყვანოთ ან რაღაც მაგალითები. კი, განაცვალეთ. რაც ქალბატონმა ლიკამ ბრძანა, ეხა აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დასაქმების კოეფიციენტი როგორც კოლეჯი იკაროს, ასევე ჩვენ ძალიან მაღალი გაგვაჩნია. თუნდაც იქ მარტო ის ციფრები მეტყველებს, რომ ჩვენი კურსდამთავრებული სადღაც 75-80% ამავდროულად საქმდება და არიან ისეთი სტუდენტები, რომლებიც დასაქმებულები არიან. ეს ჩვენთან მოგეხსენებათ, რომ ასაკს შეზღუდვა არ გააჩნია. დასაქმებული ადამიანები სწავლობენ ჩვენთან, იგივე იმ სპეციალობაზე, რა სპეციალობითაც ისინი მუშაობენ. თუნდაც ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როცა ჩვენ უკვე საშემოდგომო საკვალიფიკაციო გამოცდები იყო, როდესაც დაამთავრა ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, გამოცხადებული იყო ელემენტარულად კონკურსი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. სკოლის IT-ებთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლებს უწევენ უზრუნველყოფას, IT მომსახურებას, ჩვენი 5 სტუდენტი ჩვენს მიერ იქნა აყვანილი და ეს სტუდენტები, ეს კურსდამთავრებულები დღეს უკვე ჩვენი თანამშრომლები არიან. გარდა ამისა, ქალბატონმა ლიკამ ახსენა იქ გიდთან დაკავშირებით, რომ თვით დასაქმებადი არისო, იგივე შემიძლია ვთქვა ვებ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ჩვენი კურსდამთავრებულებს თვითონ აქვთ საკუთარი კომპანიები, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან დღეს მდგომარეობით და ჩვენ სტუდენტებს მათთან უშვებ, რათა პრაქტიკები გაიარონ და შემდეგ ამისა უკვე თვითონაც იპოვონ ის ცხოვრებისეული გზა, ცხოვრებისეული ხაზი, რომელსაც დასაქმებისკენ უკვე უახლოეს ადგილამდე მიიღოს. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ აი ამ დამსაქმებლებთან ერთმანეთთან პარტნიორობის საფუძველზე იმდენად ძლავრი არის და იმდენად შედოგობრივი არის ჩვენი თითოეული დამოკიდებულება ერთმანეთთან მიმართებაში, რომ გარკვეულ შედეგამდე მივდივართ. ჩვენი პარტნიორები არიან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწესებულებები, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, იუსტიციის სახლი, იუსტიციის სამინისტრო და რა ვიცი, უამრავი ალბათ თითოეული მათგანის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა და მე მადლობა მინდა უთხრა თითოეულ დამსაქმებელს, რომელიც ჩვენთან აქტიურ ფაზაში თანამშრომლობენ, თუნდაც თითოეული მოდულის შექმნის დროს ჩვენ დამსაქმებლების აზრს ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ თუ რა პროდუქტი უნდა მივაწოდოთ დღევანდელ რეალობაში ბაზარზე, ისინი საზღვრავენ ამას და იმათი ნებასწურვილი ჩვენ თუ არ გავითვალისწინებთ, თუ როგორი კადრი ჭირდებათ, მაშინ აზრი არ ექნებოდა საერთოდ ამ პროფესიულ სწავლებას და აქედან გამომდინარე, ჭიდრო პარტნიორობის და ჭიდრო ურთიერთობის საფუძველზე ვაღწევთ იმას, რომ აი ეს თუნდაც რომელიც მე მოგახსენეთ, სექტემბრის თვეში რომ უნდა ამოქმედდეს ეს მოდულები, ყველა მოდული თითქმის დამსაქმებლებთან ერთად გაკეთებულია, შეთანხმებულია და გათვალისწინებულია მათი მოთხოვნები. ერთობლივად, დღედაღამეები გავათრეთ, რასაც ქვია და ერთობლივად დაიხვეწა და დამუშავდა ეს მოდულები და ამიტომაც აქვს ესეთი წარმატების იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად წარმატებას მოგვიტანს ზოგადად ჩვენ, ზოგადად საქართველოს და იმ ადამიანებს, რომლებიც გვეწვევიან უკვე სექტემბრის თვიდან და დაიწყებენ სწავლას. დარწმუნებული რომ ყველანი გვაყოფილდება. ასაკოვანი ადამიანები მოდიან. რა თქმა უნდა, მე ყოლდა მაგალითად სტუდენტი, რომელმაც დაამთავრა, ერთი კიდევ ეხლა ამთავრებს 52 წლის პიროვნება, 64 წლის. რა პროფესიას მანდილოსნები თუ არიან იმ შემთხვევაში ირჩევენ ვებ ტექნოლოგიებს, მამაკაცების შემთხვევაში უმეტესობა ირჩევს ქსელებს და სისტემებს. მანდილოსთვის უფრო პრაქტიკულია. მართალია გენდერული თანასწორობა არის და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ერთი გოგონა, რომელიც სწავლობს დღესაც ის მეოთხე საფეხურის სტუდენტი არის, ქსელებზე და სისტემებზე ჩვენ შარშან ჩვენს კოლეჯში ჩატარდა ოლიმპიადა, რომელიც შემდეგ წამახალისებელი პრიზებით დაგვირგვინდა. ერთადერთმა გოგონამ შეძლო ის, რომ ყველასთვის მოეგო და პირველი ადგილი აიღო ქსელების და სისტემების ჩვენმა სტუდენტმა, დიახ. ჩვენ მსმენელი ყავს, ბატონო მამუკა, ჩავთოთ თუ შეიძლება. მოგესალმებით. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. დიახ, ქალბატონო. სწავლა იმ კოლეჯში. რა ღირს სწავლა? კი ბატონო, საინტერესო შეკითხვაა, ნამდვილად ხა თუ კი ჩვენ ვიცით რომ რაღაც ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო და თუ კი ამ ზღვარს ვერ გადალახავენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გადაიხადოს თვითონ კონკურსანტმა. დიახ. ეხლა მოგახსენეთ ქალბატონო. ჩვენთან სწავლა არის უფასო, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. ასე რომ 25%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში შეუძლია მობრძანდეს და ისწავლოს სახელმწიფო დააფინანსეს. იმ შემთხვევაში თუ ვერ გადალახავს 25%-იან ზღვარს და დარჩება ადგილი იმ ფაკულტეტზე, მაგ შემთხვევაში სტუდენტი თვითონ იფინანსებს თავის თავს. სწავლის ღირებულება არის 1150 ლარი. რამდენი ხნის განმავლობაში? 9 თვე ნახევრის განმავლობაში.
გასაგებია 240-91-92 ან 240-92-92. ჩვენი ტელეფონებია მეგობრებო და ეთერშია გადაცემა ისევ განათლების საკითხებზე. სულ მცირე ხანში დაგიბრუნდებით. პატარა ბავშვიც კი, რომელსაც თავისი ასაკის შესაფერი ცოდნა აქვს. ძლიერია უცოდი ნარგოლიაძე, ილია ჭავჭავაძე. ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის პედაგოგები. ალბათ ჩვენს მსურველებს, კანდიდატებს აინტერესებთ, როგორი მომზადებული პედაგოგები არიან, ისინი ვინც თქვენთან ასწავლიან და ხდება თუ არა მათი პერიოდულად გადამზადება. დიდი მადლობა, მე ველოდებოდი, რომ ეგეთი შეკითხვა წარმოიშვებოდა დღევანდელ დღეს. მართლაც მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემთან მომუშავე თითოეული პროფესიული მასწავლებელი, პედაგოგი არის ძალიან მაღალ კვალიფიციური. ერთხელ კიდე გავიმეორებ თვითონ კოლეჯის სახელწოდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საზოგადოებრივი კოლეჯი IT-ის მიმართულებით. დიახ. მოგეხსენება დღეს, რომ ძალიან რთული არის დღევანდელ პერიოდში, რომ ეს სპეციალისტები მოიპოვო ბაზარზე, მაგრამ მე იმდენად რთულია საკმაოდ. მაგრამ მე ვამაყობ ჩემი თითოეული პროფესიული პედაგოგით, პროფესიული მასწავლებლით, მაღალ კვალიფიციურობით, ისინი აი როგორც მოგეხსენებათ, რომ დღეს კადრები გაედინებიან ეს პროფესიონალები და მით უმეტეს კიდევ ეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოდის, რატომღაც ადრე ისე უყურებდნენ პედაგოგი, მაგრამ ჩვენ შევძელით დღევანდელ რეალობაში ეს განათლების სამინისტროს დამსახურება არის, რომ ჩვენივე სტუდენტებმა, რომელმაც გაიარეს ჩვენი კოლეჯი, ჩვენი სპეციალობები, აგრეთვე დამთავრებული ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ჩვენი უდიდესი თხოვნით საფუძველზე ისინი ჩვენთან დარჩნენ და დღეს პედაგოგურ მოღვაწეობას ეწევიან. და რატომ არის განათლების სამინისტროს დამსახურება? იმიტომ რომ გამოიძებნა სახსრები, რომ ამ სახსრებით მომხდარიყო იმ პედაგოგების ანაზღაურება და ის საათობრივი დატვირთვა, რომელიც ალბათ საშუალო მას მიცემდა, საარსებო საშუალებას მიცემდა პედაგოგებს, მოგეხსენებათ ადრე როგორ იყო, ძალიან გაჭირებულ დღეში იყვნენ პედაგოგები, მაგრამ დღეს სიამაყით შემიძლია აღნიშნოთ, თითოეული ჩემი პედაგოგიც ამას ჩემი პედაგოგების სიამაყით შემიძლია აღნიშნოთ, რომ იმ ანაზღაურებას იღებენ, რაც შეიძლება უფრო მეტიც ჭირდებოდეს ადამიანს და ყოველთვის არ დაილევა ჯობი, მაგრამ ამ ეტაპისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი არის და აქედან გამომდინარე ჩვენი პედაგოგები ყოველდღიურ რეჟიმში გადიან ხოლმე, აი ახლის მოძიებაში როცა არიან, იგივე დამსახურებებთან საუბრების დროს, გარდა ამისა ვატარებთ მასტერკლასებს პედაგოგებისათვის და ვატარებთ ტრეინინგებს. ამაში გვერდში გიდოს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრი. ეს ხდება სამთვეში ერთხელ, როდესაც მობრძანდებიან იქიდან ტრენერები, იგივე თუნდაც ელემენტარულ პედაგოგიურ უნარჩვევებს აჩვევენ ამ ახალ დაწყებულ პედაგოგებს და ალბათ საომავლოდ კიდევ დაინერგება ის, რომ თითოეული ის პედაგოგი, რომელიც იქნება ჩვენთან, კოლეჯის პედაგოგი, იქნება სერტიფიცირებული და ეს მართლა მისასალმებელი არის, გამოცდილი კადრებით იქნება მთელი ეს სისტემა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, მე მინდა კიდევ აღნიშნო, რომ ჩემი პედაგოგები ჩვენ აქტიურად ურთიერთობთ საზოგადოებრივ პარტნიორებთან. აი ესეც მინდა და მეკითხე ხა, ალბათ მალიკამ ისაუბრა ასევე ამ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობაზე. დიახ. აი თქვენთან როგორ არის? აი ეხლა ჩვენი პარტნიორები არიან ესტონეთის განათლების წარმომადგენლები, უკვე მესამედ მიემგზავრებიან, ეხლა 4 აპრილს მიემგზავრება ჩემი ორი პედაგოგი ესტონეთში, რათა აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაცია, სხვათა შორის ერთ-ერთი არის გრაფიკა ანიმაციის პედაგოგი და მეორე კიდევ ტექნიკური ინგლისურის პედაგოგი. ეს მოდულური სისტემები იქ დიდი ხანია უკვე დანერგილია, სადღაც 2 წელია დანერგილია და იქიდან ჩვენ უნდა წამოვიღოთ ის საუკეთესო ნიმუშები, როგორც მოვარგოთ ჩვენს რეალობას, რომელიც შემდეგ ამისა ჩვენ უკვე წარმატებებს მოგვიტანს. აქედან გამომდინარე ეს ხდება წელიწადში 2 ჯერ ხდება ჩვენი პედაგოგების გამგზავრება, ისინი ჩამოდიან ადგილზე, ახლა ჩამობრძანდებიან სადღაც მარტის ბოლოს და ეს იქნება ტრეინინგები, თითოეული პედაგოგი იქნება ამ საკითხებში ჩართული და უფრო აიმაღლებენ თავის კვალიფიკაციას და ჩვენ მხოლოდ ხელს შევუწყობთ ყოველთვის, რათა ჩვენი სტუდენტები
ეხლანდელი და მომავალი ის მსმენელები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან და ჩვენთან ჩაირიცხებიან, დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ისინი ჩვენგან როცა სწავლენ, იქნებიან მაღალ კვალიფიციური. ახლა ტექნიკურ აღჭურვილობაზეც მინდა გკითხოთ, აი როგორ ხდება ეს? ტექნიკურ აღჭურვილობას რაც შეეხება, ალბათ სულ განახლება ესაჭიროება. აუცილებელიც არის განახლება, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩვენთან განახლებული ტექნიკა არის, ეხლა შევიძინეთ უახლესი თანამედროვე ტექნიკა. ჩვენთან გარდა იმისა, რომ ისწავლება ეს სისტემები და ქსელები, ვებ დიზაინი, ყველა მიმართულება სჭირდება სხვადასხვა სიმძლავრის კომპიუტერი, სხვადასხვა სიმძლავრის ფერადი პრინტერი და ასე შემდეგ. ამისათვის მადლობა კიდევ და კიდევ განათლების სამინისტროს გვერდში გვიდგანან, მოგვაწოდეს ეს ტექნიკა და ყოველთვის ჩვენი სახსრებითაც ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად მოხდეს ახალი ტექნიკის შემოტანა. აი რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას. რამე ღონისძიებები ტარდება თქვენთან? აი ახლა გეპატიჟებით 10 მარტს ჩვენთან ტარდება ოლიმპიადა, შიდა ოლიმპიადას ვეძახით, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. აი ამ სამივე ფაკულტეტის სტუდენტები ეჯიბრებენ ერთმანეთს, ამ ფაკულტეტის არის მაგალითად ავიღოთ სისტემები და ქსელები, არის 5 ჯგუფი. 5 ჯგუფიდან, რომლებიც შეირჩევიან ჯგუფებში საუკეთესო მოსწავლეები, როცა ჩატარდება შიდა ტური, შემდეგ ამისა ეს 5 ჯგუფებიდან აკრეფილი ადამიანები ჩატარდება ერთი დიდი კონკურსი და გამოვლინდება 3 გამარჯვებული, პირველი, მეორე, მესამე. ესე ტარდება იგივე გრაფიკა ანიმაციაში და ვებ დიზაინში. პრიზები რა იქნება? პრიზები არის ფანტასტიკური. მინდა უთხრა ჩვენ სტუდენტებს, რომ მათ ძალიან დიდი სურპრიზი ელოდებათ. თუმცა არ ვამხელთ ჯერ. ჯერჯერობით არ გავამხელთ, იმიტომ რომ შარშან მათ მაიციან თუ შარშან რა პრიზები იყო და წელს უფრო უკეთესი პრიზები იქნება. შარშან ხო აფრთოვანებულები დაშინ და გვეუბნებოდნენ და გთხოვდნენ როდის ჩატარდება და აი წელს დაველოდებით და ალბათ მარტის ბოლოსთვის იქნება დაჯილდოება და აუცილებლად მოგიწვევთ და გაგაგებინებთ, რომ აი ესეთი ლამაზი დღეს ვაჩუქებთ კიდევ ჩვენ სტუდენტებს. ძალიან კარგი, ჩვენ კიდევ მინდოდა მე სხვადასხვა საკითხზე საუბარი, ვთქვათ იგივე საზოგადოების პარტნიორობაზე, ხა ესტონეთი ახსენეთ, მაგრამ გარდა ამისა რაღაც გეგმები ხო არა გაქვთ? გეგმები გვაქვს, ეხლა ვიყავით ინგლისში გამოფენაზე, ბატონი ლაშა ვერულავა რა გამოფენა იყო? ბეტის გამოფენა იყო, სადაც უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები იყო წარმოდგენილი. იმედია რომ ჩვენ მიგვიწვია იმ ხარემ და ერთ-ერთმა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ აიღო თავის თავზე დაგვიფარა ის ხარჯები ყველაფერი და გამემგზავრეთ იმათთან ერთად ლონდონში. ნუ მართლაც შეიძლება ითქვას, რომ აღფრთოვანებულები ჩამოვით უამრავი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილები უახლესი ტექნიკით და იმედია რომ საქართველოშიც უმოკლეს პერიოდში, არათუ გრძელ პერსპექტივაში, უახლოეს პერიოდში დაინერგება ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპარტნიორობის ნიადაგზე და ალბათ მივახცევთ იმას, რომ ის რაღაც ის სფეროს ლაბორატორიები იქნება თუ რაც კი იქნება, რომ დავნერგოთ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში და ეს იქნება ძალიან დიდი შედეგობრივი სვლა იმ მიზნებისაკენ, რასაც საერთოდ განათლების სფერო მოიცავს. ახლა მე მამუკა მაინც მინდა გკითხო და ინკლუზიური, ანუ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები წელს თუ დარეგისტრირდებიან თქვენთან, ანუ შარშან თუ ყავდათ ასეთი და უწყობთ თუ არა ხელს მათ? დიახ, მინდა მოგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე ეხლა არის მესამე მიღება და ჩემი ინფორმაციით ეხლაც დარეგისტრირებული არის თუ არ ვცდები 3 პიროვნება. არის ათანადოდ. დიახ, აღჭურვილი არის. პირველი მიღების დროს ყავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი და მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ეს არის სალომე მანიძაშვილი, რომელიც არის სმენა დაქვეითებული, მაგრამ პირველი წარმატებული სტუდენტი, რომელმაც შუალედური გამოცდების პერიოდში 100 ქულიდან 4 საგანში აიღო 96 და 95 ქულა. ეს არის, ანუ ალბათ თითოეული ჩვენი პედაგოგის და ჩვენი სამსახურის შვილი არის. იმდენად კარგი ადამიანი არის. გარდა ამისა, არიან კიდევ 4, რომლებიც მივიღეთ აი სექტემბრის მიღებაზე, ჩვეულებრივ რეჟიმში. მე ვამაყობ იმით, რომ ისინი ადაპტირებულები არიან
თვითონ შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს განცალკავებული არაფერი, წვრილმანი ჯგუფებში არიან და წარმატებებს აღწევენ და მე იმედი მაქვს, რომ ისინიც აი ახლა როცა იქნება მაგათი საფინალო გამოსვლა, ასევე წარმატებით დაასრულებენ, მიიღებენ სპეციალობას და კვალიფიკაციას და იმედია, რომ დამსაქმებლები იზრუნებენ, რათა ესეთი ადამიანები ყოველთვის მათ გვერდში, ჩვენ გვერდში იყვნენ და ჩვენს გვერდში უნდა ტრიალებდნენ და უნდა იყვნენ დასაქმებული. და კიდევ სხვა დამსაქმებელთან გაქვთ ახლა მოლაპარაკებები ვინმესთან თუ ამ ეტაპზე ამ ეტაპისთვის ჩვენ ჯერ არა გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ჩვენ სტუდენტს, მე დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე დაამთავრებს სადღაც მარტის ბოლოს, შემდეგ გაივლის საწარმოო პრაქტიკას და შემდეგ ამისა ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ის დასაქმდეს. და ახლა სულ რამოდენიმე კვირის წინ ის გაგვიბედნიერდა, დაოჯახდა და კიდევ ერთხელ მიუცა და წარმატებებს უსურვებ. თქვენივე კოლეჯის სტუდენტზე არა, ის არის ერთ-ერთი ასოციაციის პრეზიდენტი არის და კი ბატონო, ჩვენც უსურვებთ ჩვენ წელი შევუწყეთ ყოველივე ამაში. წარმატება ძალიან კარგი, თქვენ როგორც ჩანს ასევე მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ თქვენ სტუდენტებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ვუსურვოთ წარმატება მათ, ვისაც ჯერ არ უსწავლია თქვენთან, მაგრამ სურს სწავლა, ასევე ვუსურვოთ წარმატება თქვენ სტუდენტებს. მე დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და რადიო მსმენელებს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბატონი მამუკა ჯანჯალია, რომელიც გახლავთ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხო? დიახ. დიდი მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. მე ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. ისევ განათლების საკითხებზე